შედგება უტყვი და უჩვევი მეწამულდილი გზებდგები ვაჩუქოთ ერთმანეთ სიცოცხლე გაუთმოთ ერთმანეთ ზვლები თქვენს ლამაზ ფიქრებში ვიჭრები თქვენს სარკმელს ვაწყდებით რთული ვაჩუქოთ ერთმანეთ წვიმები ვაჩუქოთ ერთმანეთს თოვლი ვაჩუქოთ ერთმანეთს სიცოცხლე გაუთმოთ ერთმანეთს ზვლები ყველა სიყვარულში გიტყდებით ლოცავთ და მიშრება ყელი ვაჩუქოთ ერთმანეთს დიდები ვაჩუქოთ ერთმანეთს ცრემლი გაუღოთ ერთმანეთს უკლებლი ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელი ავსოთ ერთმანეთს ფულები სიღრმის და სიცოცხლის ხსნელი ავსოთ ერთმანეთს ფულები სიღრმის და სიცოცხლის ხსნელი ლოცვით მიმოვხანდოთ ნისლები მარადავე მაროდვი ავთოთ ერთმანეთს სათლები შევსხოთ ერთმანეთს ხმები ვაჩუქოთ ერთმანეთს აპრები ვაჩუქოთ ერთმანეთს ლები ო სისხლო რა უცებ წყალდები ოგულო რა უცებ თორები ვაჩუქოთ ერთმანეთს თვალები ვაჩუქოთ ერთმანეთს ხტები დავუთმოთ ერთმანეთს დილადა დავუთმოთ ერთმანეთს ღამე დავუთმოთ ერთმანეთს დილადა დავუთმოთ ერთმანეთს ღამე
შეუწყოთ ერთმანეთს ხმები ვაჩუქოთ ერთმანეთს ხმები ვაჩუქოთ ერთმანეთს დგება უთხრი და უჩი მე წამოვილი გზებდგები ვაჩუქოთ ერთმანეთს სიცოცხლე გაუთმოთ ერთმანეთს ზვლები თქვენს ლამაზ ფიქრებში ვიჭრები სარკმელს ვაწყდებით რტოლით ვაჩუქოთ ერთმანეთს ვიმები ვაჩუქოთ ერთმანეთს თოვლით ვაჩუქოთ ერთმანეთს სიცოცხლე გაუთმოთ ერთმანეთს ვლოცავთ და ვიშრება ყელი ვაჩუქოთ ერთმანეთს დიდები ვაჩუქოთ ერთმანეთს ცრემლი გაუღოთ ერთმანეთს უკლებლი ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელი ავსოთ ერთმანეთს გულები სიღრმის და სიცოცხლის წნელი
დაუგუნითი უგუნისამდე სადაც წმინდა სასულსაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ყოვლა წმინდაო სამებაო შეგვიწყალენ ჩვენ უფალო გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან. ეუფეო შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩვენი. წმინდაო მოიხილე და განკურნენ უზრუნურებანი ჩვენი სახელისა შენისათვის. უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ. დიდება მამასა და ძესა და წმინდა სასულსაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ერთად ვთქვათ მამაო ჩვენო. მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცაა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა, მომეთ ჩვენ დღეს, დამომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებ თანამდებთ ამათ ჩვენთან. და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არსუფევა ძალი და დიდება, ამისა და ძისა და წმინდისა სულისა, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ჭადრებით განსვენებისათვის სულთა მიცვალებულთა გონათა და მხევალთა მთისათა აზასი, ნათიასი, ეკატერინესი, ნინოსი, თამუნასი, თინასი, ნინოსი, ზაირასი, მანანასი, თამარისი, ვენერასი, მამუკასი, ნანასი, შალვასი, მარინესი, ელისოსი, თამარისი, ნოდარისი, ზიასი, მანანასი, გიასი და ყოველთა სამშობლოსათვის თავდადებულთა და რათა შენდნეთ მათ ყოველნი შეწოდებანი მათნი έψითნი და უნებლიეთნი შეგვიცვალე, უფალო შეგვიცვალე, უფალო შეგვიცვალე. აწესო სული მათი, სადაც ამართავის უფალო შეგვიცვალე, უფალო შეგვიცვალე. სასუქები ცათადამიტელა ცოდვა თამათთა ქრისტეს მიერ უყდავისა მეუფისადა ისა ჩვენისაგან მათთვის ვითხოვოთ უფლისა მიმოთ რომელმან სიკვდილი განაკარგა შმაკიდას მეცხოვრება სოფელს სამოვალჯი შენ უფალო განუსვენებს სულთა მიცვალებულთა გრაფის სამშობლოსათვის თავდადებულთა ადგისა ნათლისა სადგისა უცვალებობასათვისა განსასვენებელს სადა იგი არასამოვალჯი ყოველი ცოდვანი მათი საქმის მისი პროგონებით ვითაც საქმიერმა და კაცი მოყარება მან შეუმდევრა მოყარალის კაცი რომელიც სოფელს არასო გამოსდო შენ ხოლო ხაროცო ყოვლისა განსოფისა და სიმართლე შენი სიმართლეა სალოცითქვაი შენი ჭეშმარი რამე თუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება სულთა მიცვალებულთა ცხრაფრის სამშობლოსათვის თავდადებულთა ქრისტე ღმერთო ჩვენო და და ცხოვრების ყოფილი ცული ჩენი თუ აც და მარადის და უკუნითი უგონ ისამდე იდასათანა განუსვენე ქრისტე სულთა მიცვალებულთა გონათა და მხევალთა შენთა სადა იგი არა სიბრძნით ყოვლადწმინდა ღვთის მშობელო გვაცხოვნე ჩვენ პატიოსნესა ქერუბინდასა და ღმადებით უდესტაესა სერაბინდასა და მუხსალა ჩობესა სიტყვისა ღვთისასა ოცახში შობელსა გალობიკა დიდათე დიდება შენ და ქრისტე ღმერთო სასუებაო ჩვენო დიდება შენ და დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსაც და მარადის და უკუნითი უგუნისამდე ამინ უფალო შეგვიცვალენ უფალო შეგვიცვალენ უფალო შეგვიცვალენ სახელი და უფლისათა მამამოლოდის ანგელოესო მეუფეო გვაკუნთე რომელიც ყოველთან დავხსართა აღდგომას ქრისტემა ჭეშმარიტმა ღმერთმა ჩვენმა მეუხები და ყოლა დუხსელისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა ძლიერები და პატიოსა ცხოვის ყოფილისა ჯვარისა ჯვარისავას საითა მეუხებითა პატიოსანთა უსხეულო ძეცსა ძალთათა პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა წინა მორბეზე ნათლის მცემელისა იოანესითა ძველ დიდებულთა და ყოლათქებულთა მოციქულთა და
წმინდა შორის დიდისა მოწამისა ძლევა შემსაგვემოგვიგისა გიორგისა და დიდისა მდევრთავისა ნიკოლოზისა და არქველ განმანათლებელისა ქალწულისა დედისა ნინოსითა მეფისა მირიანის დედოფლისა ნანასითა და მართალთა მშობელთა ღვთისა იოაკიმ და ანასითა და ყოველთა წმინდა შედასული ჩვენგან მიცვალებულთა ცხრაფის სამშობლოსადმი თავდადებულთა საყოფელსა მართალთასა და აცეციახთა შინა აბრამისა და განუსვენე და ჩვენ შეგვიწყალნეს ვით არცა სახიერ არს და კაცთ მოყვარე სანატრესა შინა დაძინება და საუკუნო განსვენება მიგბადლეოფალო სულთა მიცვალებულთა ცხრაფის სამშობლოსადმი თავდადებულთა და მიეცვათ საუკუნო ხსენებაი სახელითა მამისათა და დათისათა და სულისა ძმებისათა ჩვენთან არის დღეს ძვირფასო საზოგადოება მამო ბატონო გუბერნატორო ბატონო მერო ბატონო ხელისუფლების წარმომადგენლებო ბატონო გმირო საზოგადოება რამე თუ ჩვენი საზოგადოება ბოლო 10 წლეულის განმავლობაში ფაქტიურად ჩამოყალიბდა როგორც გმირი საზოგადოება ჩვენ ძალიან ბევრი ტკივილი გავიარეთ. და დღევანდელი დღეც არის როგორც დიდი ტკივილი ჩვენი ერისათვის, ასევე დიდი სიხარული. მინდა უპირველეს ყოვლისა გადმოგცეთ ჩვენი ეპარქიის სულიერი მამის, მისი მაღალ ყოლადოსაუდელოების მეოფი ანდრიას ლოცვა-კურთხევა, რომელიც დღეს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით თბილისში ბრძანდება და ორიოდე სიტყვით მოგმართოთ. ის მუხტი, ის ერთსულოვნება, რაც იყო 9 აპრილის, ეს ერთსულოვნება იყო ერთგვარად წინაპირობა ჩვენი ერის დამოუკიდებლობის აღდგენისა და მოპოვებისა, რომელიც თითოეული ჩვენთაგანისთვის არის უდიდესი სიხარული, მაგრამ როგორც ჩვენ ისტორია გვაჩვენებს, ყოველთვის არის საზოგადოებაში ჩვენ გმირ საზოგადოებაში ნაწილი, განსაკუთრებული ნაწილი ადამიანთა, რომელიც არა მარტო იარაღით, არამედ მშვიდობიანი სიყვარულით აღსავსე შრომით და ღვაწლით ხდებიან ზვარაკნი ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა, მშვიდობისა და ბედნიერებისა. მათ შორის არიან ეს ძვირფასი ადამიანები, რომელთაც თავიანთი სიცოცხლე ზვარაკად შესწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის და ჩვენ 91 წელში მივიღეთ ეს სანუკვარი დამოუკიდებლობა, აღდგა და შესაბამისად დღესაც და ყოველდღიურად არის აუცილებელი ის მუხტის ერთსულოვნება, რომელიც იქნება ერთგვარად გარკვეული გარანტი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა, ერთიანობისა და მთლიანობისა. ამიტომ ჩვენ ერთად ჩვენი დედაეკლესიის ლოცვა-კურთხევით, ჩვენი უწმინდესი პატრიარქის, ჩვენი მღვდელმთავრების, ამ შემთხვევაში მეოფი ანდრიას, ჩვენი სამღვდელოების ერთად ერი და ბერი უნდა ვიდოდეთ იმ ღირებულებით, რომელი ღირებულებაც ჩვენ გვაუწყვა დიდმა ილიამ მამული ენა სარწმუნოება და ის მოწოდების სამეული, ასევე რომელიც
დღევანდელ ეპოქაში გვაუწყვა ჩვენმა უსაყვარლესმა პატრიარქმა. ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ეს არის ის ფუნდამენტური ღირებულება, რაზეც უნდა იზრდებოდეს ჩვენი თაობები, მოვალი თაობები და რითიც უნდა ხელმძღვანელობდეთ. ღმერთმა აგლოცოთ ქრისტეს მიერ საყვარელო და ქრისტეში ერთობით, ერთმანეთის სიყვარული და თანადგომით უნდა ვიდოდეთ და ვიყოთ გარანტი ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და დამოუკიდებლობის და ბედნიერებისა. ღმერთმა დაგლოცოთ, დაგახაროთ წყალობა და კურთხევა, არ მოგაკლოთ დედა ღვთისმშობლით და ყველა წმინდანის როცით და მეუხებით. ბადლობთ, გაიხარეთ. ბატონებო, 36 წლის მერე ქართველი ერი სრულიად საქართველო განურჩევლად სარწმუნოებისა, განურჩევლად ეროვნებისა, ჩვენთან და თქვენთან ერთად პატივს მიაგებს საქართველოს თავისუფლებისათვის, დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას. ძალიან ძნელია გაიხსენო ის დღე. აი აქ თქვენ აქ მყოფთა შორის ალბათ ხართ ადამიანები, ვინც უშუალოდ შეესწარით იმ შფოთვარე და იმ ტრაგიკულ ღამეს, როდესაც ქართველი ახალგაზრდობა, ქართული ინტელიგენცია, ქართული მოსახლეობა სიმღერით ხვდებოდა ჯავშან ტრანსპორტიორებს. იყო ტკივილი, ბევრი დაშავდა, სისხლი დაიღვარა, თბილისი მოიწამლა, მაგრამ მიუხედავად ამისა, იმ ღამემ შედეგი გამოიღო. მე კიდევ ერთხელ ულოცავ საქართველოს აი იმ დამოუკიდებლობას, რომელი დამოუკიდებლობაც მოსულია ჩვენი წინაპრების, ჩვენი გმირების მხრებით და ჩვენ თვითოული მათგანი მოვალე ვართ, რომ 36 კი არა, 76 წელი რო გავიდეს და სამჯერ 76 ჩვენ უნდა გვახსოვდეს ყოველთვის საქართველოს ერთიანობისათვის, თლიანობისათვის, დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ადამიანთა სახელები და გვარები. თქვენთან ერთად მეც მინდა პატივი მივაგო დაღუპულთა ხსოვნას ლექსით, რომელიც მამხნევებს და მაიმედებს მომავლის რწმენით. ჩვენ არაგველთა სისხლი გვიდგია და ვაჟკაცობაც მოგვდევს კრწანისის. ჩვენ საქართველო დედად გვიცნია და ამ სიყვარულს ვერ ვინც აგვიშნის. ჩვენ წმინდანინოს ჯვარზე ვლოცულობთ, ჩვენთან მკვდრებიც კი ცოცხლად რჩებიან, ჩვენთან ბიჭები დედის მუცლიდან მხოლოდ გმირებად იბადებიან. ჩვენ წმინდანინოს ჯვარზე ვლოცულობთ და შესაშური არ გჭირს არავის. ცხრა ძმას ჯერ სისხლი არ შეხმობიათ, ისევ გვეძახის ბრძოლა მარაბდის, ისევ მოგვიწევს ბრძოლა დიდგორთან, შამქორთან, ისევ თავში ყრის ჯარი შებმას, ვინ შეძლებს მეფემ ზისტორთან. ღმერთთან საუბრობს ქართველი ქალი. ჩვენ არაგველთა სისხლი გვიდგია და მამაცობაც მოგვდევს კრწანისის. ბრძოლა მრავალი გადაგვიხდია, სიკვდილსაც შევრჩით ბევრჯერ პირისპირ, ჩვენ მეზობელით ბევრჯერ გვიხსნია, შეგვიფარია, ძმად გაგვიხდია, დამარცხებული და შერცხვენილი მტერიც არასდროს დაგვიწიხლია. დასაბამიდან ასე მოვდივართ, ჩვენი სიცოცხლე ჩვენვე გვიხსნია და საქართველო ვით დედის ძუძუ არასდროს
არსად არ გაგვიცვლია. დიდება გმირებს თავისუფლება ლომთა ხვედრია. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი დავით რაზმაძე. მოგესალმებით მეგობრებო. თულია იმ დღის გახსენება 36 წლის წინანდელი 9 აპრილი, მაგრამ გუშინდელივით მახსოვს. შეშინებული ადამიანები მსგავსი ანალოგი ბოლო პერიოდში არაფერი იყო მომხდარი და მშვიდობიანი მომიტინგეები, რომლებიც ნამდვილად აბსოლუტურად არ გავდნენ. დღევანდელ მომიტინგეებს რუსმა ჯარმა, ჯალათმა როდიონოვმა ჩახოცა. თავს ვიხრი იმ 21 პატრიოტი მამულიშვილის წინაშე. სამარადის ოხსონა იყოს მათი. მაგრამ ამასთანავე ბატონი ზვიადის გადაწყვეტილებით 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა და გილოცავთ ამ დღევანდელ დღეს. რა თქმა უნდა, მათზე გაიარა იმ პატრიოტების სისხლზე და სულზე გაიარა ამ დღე, ამ დამოუკიდებლობის. და დღეს საქართველო, როგორც არასდროს და მისი ხელისუფლება არის ყველაზე დამოუკიდებელი და ყველაზე სუვერენული. როდესაც ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქართველმა კაცმა თვითონ უნდა მართოს ქვეყანა და არა ამერიკიდან, არა რუსეთიდან, არა ევროპიდან. და მე მინდა მათ სული საპატივცემულოდ ყველას ვთხოვო და გაითავისო, საქართველო არის თავისუფალი დამოუკიდებელი ქვეყანა და არავისი არ უნდა იყოს დამოუკიდებელი. მე მინდა კიდევ ერთხელ პატრიოტ მივაგოთ მათ ხსოვნას და თქვენ თითოეულ თქვენთანაც მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
მადლობა ყველას. დღევანდელი დღის გაზიარებისათვის, აქ მოგზაურობისათვის, თანადგომისათვის. ახლა შეგვიძლია წავიდეთ ეკლესიაში და იქ დავასრულოთ ლოცვა ჩვენი დაღუპულთა სულების მოსახსენებლად. დიდება საქართველოს, დიდება გმირებს, დიდება თავისუფლებას. დიდი მადლობა. Sarkmas vats qdebit rto